მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ. დღეს შევადარებთ ბანანს და პორტოხალს. ორივე პოპულარულია, ორივე თითქმის მთელი წლის განმავლობაში იყიდება. ორივე პრინციპში სასარგებლოა, რომელი უფრო სასარგებლოა, რომელისთვის არის სასარგებლო და რა პრობლემები შეიძლება მოყვეს ასევე. ანუ რის გათვალისწინება ჯობია. დავიწყოთ თავიდან კალორიულობით, რადგან წონა ზოგადად ჩვენი ხშირი პრობლემაა. ბანანს დაახლოებით აქვს, საშუალო ბანანს აქვს 100-დან 120 კალორიამდე მოკლედ. საშუალო პორტოხალს კიდე 100 კალორიაზე ბევრად ნაკლებია. ანუ თითქმის ორჯერ ნაკლებად კალორიულია პორტოხალი ბანანზე. შესაბამისად, აქ პორტოხალი ჯობნის ერთ მნიშვნელოვნად, აი მაგალითად, თუ გინდა რომ უბრალოდ რაღაცა ჭამო რა, ეგრე ხარო, გინდა რომ რაღაც მოცულობით რამე შეჭამო, ერთი პორტოხალი იდეალურია მაგისთვის, იმიტომ რომ კალორიებს იღებ ძალიან ცოტას, სარგებელს იღებ ბევრს. ბანანს რა პრობლემა აქვს? ბანანში შედის დიდი რაოდენობით შაქრები და რაც მწიფეა ბანანი, მით მეტი შაქარი აქვს. პორტოხალში შედის შაქრები, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლები და პორტოხალის მწიფეზე ნაკლებადაა დამოკიდებული, როგორც წესი უფრო მეტად სტაბილურად არის. რაც შეეხება საკვებ ბოჭკოებს. საკვებ ბოჭკოები რომის რამდენი აქვს? დაახლოებით 3.5 გრამამდე შეიძლება კონდეს ბანანს და პორტოხალს დაახლოებით 2.5 გრამი აქვს. ანუ პორტოხალს ბანანის ჯობნის ოღონდ კარგ შემთხვევაში. რას გულისხმობ კარგ შემთხვევაში? ანუ მწვანე ბანანი არის კარგი, იმიტომ რომ შეიცავს რეზისტენტულ სახამებელს, რომელიც არის პრებიოტიკი, რომელიც ჩვენი საწმისმომნელებელი სისტემისთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო მოკლედ იმუნიტეტსაც აუმჯობესებს, საწმისმომნელებასაც აუმჯობესებს და მეგობარი ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. ამიტომ მწვანე ბანანი მოკლედ დიდი პრიორიტეტია. რაც შეეხება ყვითელ ბანანს, ყვითელი შეიცავს პექტინს, რომელიც ასევე არის პრებიოტიკი და ასევე არის ბოჭკო, მაგრამ რაც შეეხება ყვითელ ბანანს, ისიც შეიცავს ბოჭკოს პექტინის სახით, მაგრამ ნაკლებს ვიდრე მწვანე ბანანი. ამიტომ ანუ მწვანეს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. თუ მწვანე ბანანს დაუყენებთ პორტოხალს, მაშინ ერთმნიშვნელოვნად მწვანე ბანანი ჯობია ბოჭკოვანი შემადგენლობით, მაგრამ თუ მწიფე ბანანს და პორტოხალს შევადარებთ, მაშინ პორტოხალი ჯობია ჯამში. კიდე მეორე დიდი სხვაობა რა არის, რომ მაგალითად ხშირად არის ხოლმე ადამიანებს კითხვა აქვს, აი ვისაც ინსულინ რეზისტენტობა აქვს, ან დიაბეტი აქვს, ამბობენ რომ ჩემ შეიძლება ბანანი თუ არ შეიძლება და მან პასუხი არის ეგეთი, რომ მწიფე ბანანი არ არის სასურველი, ან სასურველია, მაგრამ ძალიან ცოტა მოკლედ მწიფე თუ არის, იმიტომ რომ გლიკემიური ინდექსი აქვს ძალიან მაღალი, ანუ 60-მდე შეიძლება კონდეს და ზოგიერთი ძალიან ჩამწიფებული ბანანები როა 70-მდეც შეიძლება კონდეს. ანუ ეს გლიკემიური ინდექსი ძალიან მაღალია დიაბეტიანი ადამიანისთვის, ამიტომ არ არის რეკომენდებული საერთოდ ეგეთი მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები, რადგან გლუკოზის მომატება სისხლში მნიშვნელოვნად შეიძლება გამოიწვიოს. აი მეორეს მხრივ მწვანე თუ არის ბანანი, მაგას დაახლოებით 40 აქვს გლიკემიური ინდექსი. ანუ უზომოდ დიდი სხვაობა. 40 გლიკემიური ინდექსი ჩათვალეთ, რომ საჩუქარია რა, ანუ საკვებს თუ სულ მიიღებ, რომელსაც 40 გლიკემიური ინდექსი ექნება, ან 42, 43, საერთოდ არა პრობლემა. თუ ვიტყვით, რომ დიაბეტიანებისთვის რა თქმა უნდა მწვანე ბანანი შეიძლება, ერთი საშუალო ზომის მწვანე ბანანი, არასასურველია ყვითელი. პორტოხალი შეიძლება თუ არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად, იმიტომ რომ პორტოხალსაც 40-45 ესე გლიკემიური ინდექსი, რაც ასევე დაბალია. ვიტამინების შემცველობით. ახლა ვიტამინების შემცველობით დიდად ბანანი ვერ დაიკვეხნის. B6 ვიტამინი შეიცავს ოღონდ დღიური დოზის 32% შეიცავს 100 გრამზე. შეიცავს კი სხვა ვიტამინებსაც, მაგრამ იმდენად დაბალი დოზებით შეიცავს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი რო ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი რაოდენობა ვიტამინებს მიიღებთ ბანანით, ასე არ არის. და კიდე არის ხოლმე კითხვა, რომ აი რამდენი არის ნორმალური დოზა რომ მივიღოთ, ან ერთი ან მეორე. ორი ბანანი მოკლედ მიიჩნევა, რომ უსაფრთხო დოზაა, რაც შეიძლება დღის განმავლობაში მიიღო. სხვა დროს რა თქმა უნდა სასურველია, ორივე ერთად არა. მეორეს მხრივ პორტოხალზე კიდე ერთი პორტოხალია რეკომენდირებული თითქმის ყველა გაიდლაინით. ვიტამინებში პორტოხალის მხარეს რა დგას? პორტოხალის მხარეს დგას C ვიტამინი. ამ C ვიტამინი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით 80 მგ შეიცავს. ნუ ზოგი მეტსაც შეიცავს კიდე გააჩნია და ნუ დღიური დოზა
C ვიტამინის არის დაახლოებით 75 მილიგრამი. შესაბამისად ამ დღიურ დოზას ავსებს მოკლედ C ვიტამინისას, ამიტომ იმუნიტეტისთვის კარგია, კანისთვის კარგია, რკინის შეწოვისთვის კარგია, კოლაგენის სინთეზისთვის, ხრტილისთვის მოკლედ ბევრი უპირატესობები აქვს C ვიტამინის გამო. C ვიტამინი ასევე ძლიერი ანტიოქსიდანტია, ოქსიდაციურ სტრესს ამცირებს ორგანიზმში და აი ეს ორგანიზმს გააწმენს, რომ ამბობენ ხოლმე, ერთ-ერთი ეგეთი მახასიათებელი აქვს. ამ ხრივ მოკლედ ლიდერობს პორტოხალი ვიტამინების კუთხით ცალსახად. ამიტომ არის რომ ბევრი ჩაები და რაღაცებიც პორტოხლის არომატით, ამიტომ ასოცირებულია C ვიტამინთან მოკლედ. ხო, აქ კითხვა არის ხოლმე, რომ აი კივი შემოდის ხოლმე კიდე ასპარეზზე, რომ აი კივსაც ხო უფრო მაღალი აქვს და კი, აქვს მე რა, უბრალოდ რეპუტაცია აქვს კაი ამას, იმიტომ რომ თითქმის მთელი წლის განმავლობაში არის ხოლმე და შესაბამისად უფრო ადვილად ტრანსპორტირებადია, უფრო პრაქტიკულია, ამიტომ არის, თორემ იგივე ხა ვაშლი რო არის პოპულარული, ანუ ვაშლი იმიტომ კი არ არის ასე ხშირად მოხსენიებული, რომ საუკეთესოა შორის საუკეთესო არა, იმიტომ ძალიან პრაქტიკულია. ასევე პორტოხალი ძალიან პრაქტიკულია, რომ ამ დიდხანს ძლებს, მოდის ბევრ ადგილას, გადაზიდვა შესაძლებელია, ძვირი არ ღირს, ხელმისაწვდომია და ასე. ეგ არის მაგის მთავარი ისა. მაგიტოა, თორე აქ მილიგრამზე არა საუბარი, რომ კივ შეიძლება ცოტა მეტი მილიგრამი C ვიტამინი კონდეს და რაღაცა. ხო, მაგრამ მე რა მიიღებ ჯამში საკმაოდ კარგ შედეგს აქედანაც კივიდან. კივს იმიტომ შევადარე, რომ ბოლო ხანებში შემხვდა ბევრჯერ, რომ ეს ტყუილად ჭამ პორტოხალს, ჭამე კივი და რაღაცები ხოლმე ცოტა სასაცილოა ეგ, იმიტომ რომ ანუ არ არის პრობლემა, ვისაც კივი უყვარს, კივი უნდა ჭამოს, მაგრამ ამ პორტოხალს თავისი ავტორიტეტი აქვს ნამდვილად ხილებს შორის და ამას ვერ დაუკარგავთ. შემდეგი მნიშვნელოვანი არის მინერალები. მინერალებიდან ბანანი ცნობილია, რომ კალიუმს შეიცავს დიდი რაოდენობით. ნუ დიდი რაოდენობით ცოტა ხმაღალი ნათქვამია, უბრალოდ სხვა ხილებთან შედარებით შეიცავს დიდი რაოდენობით, თორე ისე დღიური დოზის დაახლოებით 32% შეიცავს. ანუ დღის განმავლობაში რა კალიუმიც გვჭირდება, იმის 32% შეიცავს დაახლოებით. შესაბამისად ეს არ არის რაღაც უზარმაზარი რიცხვი, მაგრამ მნიშვნელოვანია იმდენად, რომ კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანებს, რომელსაც აქვთ მაღალი წნევა, ადამიანებს, რომელსაც აქვთ არითმიები, ადამიანებს, რომელსაც აქვთ გულის დაავადებები, ყოველდღიურად ბანანის მიღება ან კვირაში 3-დან 6-მდე ბანანის მიღება პოზიტიურ გავლენას ახდენს მათ გულის ჯანმრთელობაზე. ანუ ამდენად მნიშვნელოვანია. შეიცავს ასევე ცოტა რაღაცებს პორტოხალიც მინერალებს, მაგრამ ეგეთი მნიშვნელობით და ეგრე განსაკუთრებით არა. ორივე შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ანტიოქსიდანტებს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს ორივეს. ანტიოქსიდანტების შემადგენლობით უფრო ხშირად ცოტა მეტად პრიორიტეტს ანიჭებენ ხოლმე, ნუ მაღალი C ვიტამინის გამო პორტოხალს, თუმცა ბანანით შეიცავს. საჭმლის მონელებელი სისტემის კუთხით ორივე კაია, პექტინს ორივე შეიცავს, რომელიც არის პრებიოტიკი და საკვები ბოჭკო, თუმცა აი თუ არამწიფე მწვანე ბანანია, ეგ ჯობია პორტოხალს, მაგრამ თუ წიფე ბანანს შევადარებ პორტოხალი ჯობია მაშინ. სპორტსმენებისთვის რომელი ჯობია? სპორტსმენებისთვის პირდაპირ ბანანი არის ხოლმე ესე ოქროს სტანდარტი, გინახიათ ალბათ. ჩოგბურთის მოთამაშეები ჭამენ ხოლმე თამაშის შესვენების დროს, იმიტომ რომ უცებ ენერგიას გალევს, უცებ ელექტროლიტებს გალევს, კალიუმს, მაგნიუმს, მაგნეზიუმს და სხვა ელექტროლიტებს შეიცავს, მოკლედ რაც კუნთის ეფექტური ფუნქციონირებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამიტომ პირდაპირ ბანანს ენიჭება მან მნიშვნელობა. როდის ჯობია რომ ჭამოთ დღის რომელ მონაკვეთში? მოკლედ ხილზე ზოგადი პრინციპი არის ხოლმე, რომ აი უფრო მეტად დილით, მაგრამ თანამედროვე გაიდლაინების უმეტესობა ხო დილით იმიტომ რომ ენერგიას გაძლევს, საჭმლის მონელებელი სისტემას ასტიმულირებს, ვინაიდან ბოჭკოვან შეიცავს, პრებიოტიკებს შეიცავს და თუ თქვა საღამოთ მიიღებ არ დაამძიმოს და საჭმლის მონელების პროცესს ხელი არ შეუშალოს, გაზების დაგროვება არ გამოიწვევს, რაღაც ასეთი შეფროთებები იყო, მაგრამ არ დასტურდება უმეტესობა მათგანი, უბრალოდ თუ ადამიანს აქვს თავისი სუბიექტური აუტანლობა, მოკლედ საღამოთი არ სიამოვნებს ხილის მიღება, მაშინ შეუძლია რომ არ მიიღოს საღამოთი, მაგრამ
აი ისე რომ პირდაპირ თქვა რომ რაღაც მნიშვნელოვანი პრობლემა არის არა ვისაც როდის უნდა მაშინ მშვენიერია დღის ნებისმიერ მონაკვეთში თუმცა კლასიკად მიიჩნევა რომ არის დილა ეხლა პრობლემები რომელიც ასოცირებულია თითოეულ მათგანთან ბანანს დიდი პრობლემები არ მაქვს მიუხედავად იმისა რომ ანუ რადიოაქტიურ კალიუმს შეიცავს ბანანი კალიუმის იზოტოპს რომელიც არის რადიოაქტიული იმდენ დაბალ რადიაციას მიიღებთ მაგითი რომ აი შეგვიძლია უგულებელყოთ ანუ არ არის ისეთი რამე მნიშვნელოვანი პრობლემა მეორეს მხრივ კალორიულია თუ აი არის ადამიანები რომელიც დღეში 5-6 ბანანს ჭამენ და ეგ ზედმეტი არა და ზედმეტ შაქრებს იღებ მაგითი ეგ არის ანუ 2 ბანანი დღის განმავლობაში ეგ არის რეკომენდებული დოზა პორტოხალს რა აქვს პორტოხალს აქვს აი მჟავიანობა ვისაც აწუხებს გასტროეზოფაგალურ დაავადება მან შეიძლება მჟავიანობა გააძლიეროს შეიძლება ბანანმაც გააძლიეროს ანუ მჟავე ბუნება აქვს ორივეს ჯამში და მჟავიანობაზე შეიძლება ცუდად იმოქმედოს მაგრამ ეგეც ხშირი არ არის უფრო იშვიათია შესაბამისად როგორც წესი ეგეც დიდი პრობლემა არ ხომ ჯამში ორივე უსაფრთხოდ მიიჩნევა ჯანმრთელობისთვის და სასარგებლოდ მიიჩნევა ნუ მე ორივეს ვიტყოდი რომ აი ტოპ ხილებში გავიყვანდი ორივეს ბანანს გამორჩეულად ვიტყოდი რომ უნდა იყოს მწიმე აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა ხო კომენტარებში თუ თქვენთვის რაიმე საინტერესო წვლილები არსებობს რომელზეც გაინტერესებთ ასევე მითხარით დამიწერეთ და ვეცდები რომ გავაკეთო და თუ კი მოიწონებთ ჩემს ვიდეოს და კომენტარებთ და აშეარებთ და შემდეგ ეგ კიდე ხელს შეუწყობთ არხის განვითარებას არხის განვითარება ნიშნავს კიდე იმას რომ мотиваცია მექნება მეტი და მეტი კაი ვიდეოები გადავიღო მადლობა რომ მისმენთ მადლობა რომ გაინტერესებთ მადლობა რომ ჩემთან ხართ